ქართული ოცნების პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს და მედიის შემზღუდველ კანონს. პირველი ცვლილება მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებების შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიას აძლევს. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ მოდელს ნერგავენ, კრიტიკული მედიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული ბრიტანული სტანდარტის საფარქვეშ ოცნება ცდილობს პოლიტიკური ცენზორის წარმოება სისტემის ხელში გადავიდეს. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას კრიტიკული არხების შინაარსში ჩაერიოს, მათი სარედაქციო პოლიტიკა გააკონტროლოს და თუ საჭიროდ ჩათვლის დააჯარიმოს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდა საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩაწერის მომზადებისას აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობა. ორივე შემთხვევაში გამონაკლისად საზოგადოებრივი ინტერესია მითითებული. რაც შეეხება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ფარას კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა ტექსტში ნახსენები არ არის საქართველოსა და გამოყენებულია ტერმინები, მაგალითად, უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა. უცხო ქვეყნად კი მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები. როგორც ოცნება ამტკიცებს, ეს არის ამერიკული ფარას ასლი. კანონპროექტის ინიციატორთა თქმით, მოხდება ამ ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება. კანონის ამერიკულ ვერსიაში ნახსენები იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად ქართულ რეალობაში კანონის აღმასრულებელი ორგანო იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილია. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფსევდოოპოზიციური ხალხის ძალის წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ მაუწყებლების შემდეგ კარგი იქნება იფიქრონ სოციალური ქსელების რეგულირებაზეც. მისი თქმით, მიზანი ადამიანის ღირსების დაცვა და შეურაცხყოფის დასჯა უნდა იყოს.